ყოველთ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ეპოქის სამხედრო ხელოვნებაზე, ომის ევოლუციაზე საუბარს, რომელიც დავიწყეთ წინა ლექციაზე, როცა რენესანსულ პერიოდს შევეხეთ, ძირითადად მე-16 საუკუნის პირველ ნახევარზე იყო იქ ძირითადად საუბარი, იქ მაკიაველის აზროვნებას, სხვადასხვა ის მაგალითები მოვიყვანეთ თუ რა იმდროინდელი ომი როგორ მიმდინარეობდა, რა განსხვავება იყო შუა საუკუნეებსა და რენესანსულ ომს შორის და ასე შემდეგ. ანუ იარაღის ინოვაციებზე ვისაუბრეთ, თქვა არტილერიის შემოსვლა, წესასრული იარაღის შემოსვლა, ქვიითი ჯარის დომინაცია ბრძოლის ველზე, კავალერიის თქვა და შეზღუდული შესაძლებლობები და ასე შემდეგ. და დღეს უფრო მეტად ყურადღებას გავამახვილებთ მე-17 საუკუნის ისტორიაზე უმეტესად შემთხვევაში და ამ პერიოდის სამხედრო საქმეზე, ამ დღევანდელ თემებში შედის ოსმალეთის იმპერიის აღზევება, იმიტომ რომ ოსმალეთის არ გვისაუბრია ჯერ და აუცილებლად უნდა ითქვას ოსმალეთის იმპერიის შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან კარგად მოწესრიგებული და მაღალ ადმინისტრაციულ დონეზე აწყობილი სახელმწიფო და სამხედრო სისტემა, რომელმაც მე-16-მე-17 საუკუნეებში ძალიან დიდი როლი შეასრულა ევროპის ისტორიაში და ფაქტობრივად ყველაზე დიდი იმპერიას წარმოადგენდა ამ პერიოდის ისტორიაში ზოგადად მსოფლიოში. ასევე უნდა ვისაუბროთ საზღვაო საქმის განვითარებაზე, იმიტომ რომ საზღვაო საქმე სწორედ აი დიდი აღმოჩენების ეპოქის შემდეგ განსაკუთრებით განვითარდა, დაიწყო ზღვაზე ბატონობისთვის ბრძოლა და ამან დიდი როლი შეასრულა შემდგომი პერიოდის მსოფლიოს ჩამოყალიბებაში და ასევე შევეხოთ 30 წლიან ომს, რომელიც არის ამ პერიოდის ყველაზე დიდი სამხედრო მოვლენა და ფაქტობრივად აი ნაპოლეონის საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებამდე ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც მოიცვა იმდროინდელი ევროპა. პირველ რიგში დავიწყოთ ოსმალეთის იმპერიით, ვინაიდან თუ ადრეული ეტაპიდან უნდა დავიწყო მისი განხილვა. ოსმალეთის იმპერია მის გაძლიერებას დაპყრობით ომებს და შემდეგ ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ანუ პირველ რიგში თვითონ ოსმალებმა შექმნეს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სისტემა, თავის დროისათვის ძალიან კარგი სამხედრო სისტემა ჰქონდათ შესაბამისობაში შუა საუკუნეებთან. დასაკვირველია. ცდილობდნენ რომ შემდეგ უკვე დაემყარებინათ თავიანთ ძალაუფლება პროფესიონალურ გვარდიებზე, ისე როგორც იყო იანიჩარების გვარდია მაგალითად და ეს შესაძლებლობას აძლევდა მათ რომ საკმაოდ კარგად ორგანიზებული ძლიერი სამხედრო ძალა გამოეყვანათ ბრძოლის ველზე და დაემარცხებინათ ის ევროპის იმდროინდელი სახელმწიფოები, რომლებიც მეტნაკლებად უფრო ერთმანეთთან დაპირისპირებაში იყვნენ, უფრო მცირე კავშირები არსებობდა მათ შორის და შესაბამისად ერთიანობაში ვერ უწევდნენ ისეთ წინააღმდეგობას ოსმალეთის იმპერიას, სადაც საერთო ფრონტს ვერ უხსნიდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალება ეს სიტუაცია შემდეგ და გაუჭირდება უკვე ოსმალეთს ფეხის მოკიდება ამ სივრცეში. მაგრამ მანამდე ძირითადად ვისაუბროთ იმაზე, რომ ოსმალეთმა შეძლო თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული სტრატეგიული პუნქტის დაკავება, ეს იყო კონსტანტინოპოლი, ანუ ისტანბული, რომელიც თქვა აიღეს 1453 წელს აიღეს, ძალიან ესეთი საინტერესო ისტორია აქვს მის ალყას. აქ ეს არის უკვე ახალი ეპოქის სამხედრო ხელოვნება, ანუ შუა საუკუნეებიდან გადავდივართ უკვე ფაქტობრივად ახალი იმაში, იმიტომ რომ აქ ზარბაზნებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მაგალითად ამ სამხედრო კამპანიაში, ასევე ბიზანტია როგორც ასეთი რაღაცა ეს იყო ფაქტობრივად ანტიკურობიდან შემორჩენილი, ეს იყო რაღაც შუა საუკუნეების სახელმწიფო, რომელიც ვეღარ იგაძლებდა, ვეღარ იარსებობდა წესით ახალ ეპოქაში. ანუ რეალურად ბიზანტიის დაცემა კიდევ ერთი ნიშანია იმ პერიოდის დასრულების და რაღაც ახალ ერაში გადასვლისა უკვე ისტორიისა. ამიტომაც აი ოსმალეთი, რომელიც უფრო თანამედროვეა, რომელიც უფრო იმ დროის სტანდარტებს ეწყობა მეტნაკლებად, უფრო კარგად მოწესრიგებული ძლიერი სახელმწიფოა, დიდი რესურსები გააჩნია, იწყებს უკვე პირველობისთვის ბრძოლას მთელ ამ ხმელთაშუა ზღვისპირულ სივრცეში. და მართლაც მათ ხედავთ თქვენ რუკაზე, რამდენიმე ეტაპად დაიპყრეს როგორც მცირე აზია, ბალკანეთის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთით ფაქტობრივად კარპატებს გასცდნენ ისინი, უკრაინის ტერიტორიას მიაღწიეს, ყირიმის სახანო ასევე მათ დაქვემდებარებაში მოხვდა და ამ მთელი რიგი ტერიტორიები ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკაში ტუნისი, ალჟირი, ლიბია და ასე შემდეგ, სადაც დანიშნეს თავიანთი მმართველები და საკურველია ახლო აღმოსავლეთიც უნდა გავითვალისწინოთ, ახლო აღმოსავლეთში მათ ფაქტობრივად დაიპყრეს მთელი მესოპოტამიის დიდი ნაწილი, ვთქვათ, სეფიანთა ირანთან აქვს დიდი ომები, რის შედეგადაც აღწევენ წარმატებას უმეტესად, მიიწევენ კავკასიაშიც
ვიცით საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მნიშვნელოვანია ოსმალთა გაფართოება, ჩვენ მოგვიწია თქვა მათ სამხედრო მანქანასთან დაპირისპირება, იგივე სოხოვის ბრძოლა რომ გავიხსენოთ, იგი ცნობილი, რომელიც შემდეგაც სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკარგა, სწორედ ოსმალეთის იმპერიის ძლიერების პიკზე იყო ამ პერიოდში ეს სახელმწიფო, რომელიც ახერხებდა ფაქტობრივად დომინაციას როგორც ხმელთაშუა ზღვისპირულ სივრცეში, ისე ახლო აღმოსავლეთში. და არ უნდა დავივიწყოთ ჩვენო აი ეს ყველაფერი ეყრდნობა მეტნაკლებად მაინც იმ ძლიერ სამხედრო სისტემას, მათ არმიას, მათ რესურსებს ეს ყველაფერს სადაც იყენებენ ისინი ძალიან კარგად თავისი წარმატებისათვის. ანუ ოსმალური ჯარი იმ პერიოდისათვის იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ამ ჯარს შეესაბამება სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ნაწილები. ანუ ეს არ იყო თქვა და ერთიანი ფეოდალური ლაშქარი, როგორც თქვა მანამდე შუა საუკუნეებში არსებობდა, ან თქვა მიწის ფლობის მიხედვით გამოყვანილი მეომრები მხოლოდ. აქ სხვადასხვა ელემენტების თანაარსებობა არის ერთად, თქვა აქ არის რაღაცა მომთაბარე ელემენტი, აქ თითქოს აქ არის რომელიც შემორჩენილია თითქოს სელჩუკებისა და ძველი დროიდან, ეს მაგალითად აკინჯები ეგრეთ წოდებული, რომელიც იყვნენ აი ეს მარბიელი ლაშქრობებს აწყობდნენ, ესენი იყვნენ ცივოკაჩი იარაღებული მეომრები, რომლებიც მოძრაობდნენ, თქვა და არც არმია გადაადგილდებოდა მის წინ, მოძრაობდნენ, ზვერავდნენ, თავს ესხმოდნენ მოულოდნელად, ძარცვავდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო პირველი ის რაზმები, რომლებიც ასე იყო სელჩუკების დროიდან. სხვათა შორის შესაბამისად, ეს არის რაღაცა თურქული ტრადიცია, არსებული სამხედრო ტრადიცია, რომელიც გადამოტანილია ასე ოსმალურ რეალობაში. აი სიპაჰებს რაც შეეხება, სიპაჰები უკვე ოსმალეთში იყვნენ, სწორედ აი ის, რასაც გულისხმობთ, მიწის სანაცვლოდ გამოსული მეომარი, ან ფეოდალური პრინციპია დაახლოებით, რაღაც მსგავსი, ისლამურ სამყაროში ამ შემთხვევაში და აი სიპაჰები ძირითადად შეადგენდნენ ოსმალური ცხენოსანი ჯარის უმეტეს ნაწილს. ეს იყო კარგად აღჭურვილი, მძიმედ აღჭურვილი კავალერია, რომელიც იყო უმთავრესი ნაწილი არმიისა. რაც შეეხება ქვით ჯარს, რომელიც უბრალოდ იკრიბებოდა დაბალი ფენის მეომრებისაგან შედარებით, ეს იყო თქვა ეგრეთ წოდებული იაიას ეძახდნენ სელჩუკთა პერიოდში ქვით ჯარს, მათი ხარისხი შედარებით დაბალი იყო, მაგრამ არსებობდა ოსმალეთის იმპერიაში სამაგიეროდ თქვა ის რეგულარული ნაწილები, მრავალრიცხოვანი, საკმაოდ თავის დროისათვის, როგორც იყო იანიჩარების გვარდია, ეს იყო ქრისტიანი ანუ ფაქტობრივად მამლუქების მსგავსად იყო მოწყობილი ეს გვარდია, იქ ქრისტიანი ბავშვები მიყავდათ სხვა ნაწილებიდან, ალბანეთიდან, იქ ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვა მხარეებიდან, საბერძნეთიდან, ასევე საქართველოდანაც და სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც შემდეგ ისინი ხდებოდნენ იანიჩარები. პროფესიონალი მეომრები, რომლებიც სულთნის გვარდიაში, კაპიკულში მსახურობდნენ და ფაქტობრივად მთავარ როლს ასრულებდნენ ოსმალურ სამხედრო მანქანაში. და ასევე არსებობდა კიდევ შემდგომ პერიოდში გაჩენილი ასეთი რაზმები ოსმალურ ჯარში, ეს იყო ბაში ბაზუკები. ეს ბაში ბაზუკები არის უღერზად უარყოფითი ანუ ეს დატოვილი აქვს ისტორიაში ძალიან უარყოფითი სახეა ბაში ბაზუკი. ახლაც კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში და ასე შემდეგ ყოველთვის უარყოფითი თვალსაზრისით მოიხსენიება ხოლმე, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ისტორიის აკინჯების მსგავსი მეომრები, რომლებიც წინ მოძრაობდნენ არმიისა, ეს იყო არარეგულარული ნაწილები, ფაქტობრივად არ ემორჩილებოდნენ მხედართმთავრებს, უბრალოდ იყენებდნენ ომის სიტუაციას თავისთვის, რომ თქვა ეძარცვათ, დაეხოცათ სოფლები, გადაეწვათ იქ რაღაცა სიმდიდრე მოეპოვებინათ და ძალიან ცუდი სახელი დატოვეს. ისტორიაში იყო შემთხვევები თვითონ ოსმალებს მოუწყვეთ მათი ჩამოხრჩობის ცერემონიები მთელი, რომ იმიტომ რომ შეეჩერებინათ მათი აგრესია, იმიტომ რომ ძალიან იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირებას. თუმცა მთლიანობაში ეს ოსმალური მანქანა, რომელიც ამ პერიოდში მოქმედებს, რომელშიც არის შედიანი ეს ყველაფერი, აკინჯები, სიპაჰები, იანიჩარები თუ ასე შემდეგ, არის კარგად ორგანიზებული, სისტემური და დროთა განმავლობაში ის, თქვა მე-15-16 საუკუნეებში არის თავის ძლიერების პიკზე გადის. ასევე იყო ძლიერი артиლერია იმ დროისათვის ოსმალებისა, თუმცა ერთი რაღაც უნდა აღინიშნოს, ოსმალეთის იმპერია მაჩვენა დროთა განმავლობაში, რომ ანუ რაღაც ეტაპზე მივიდა განვითარებისა და შემდეგ ამის შემდეგ უკვე მას როგორც ასეთი ტიპის მოწყობის სახელმწიფოს უჭირს უკვე ინოვაციების მიღება. საერთოდ ამ პერიოდის ოსმალეთში განიხილებოდა ასეთი საკითხი, საერთოდ აღმოსავლეთ და დასავლეთის ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა თქვათ ამის შესახებაც.
ძალიან აღმოსავლეთში ძალიან უჭირდათ დასავლური ინოვაციების მიღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყენებდნენ ამ ინოვაციებს თუ იყო ეს იარაღ საჭურველი, რომელთაც ისევ მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ანუ ზოგადად ისლამური სახელმწიფოებისათვის მიუღებელი იყო ამ დასავლეთთან კონტაქტი, მათთან თქვათ მათი ენის სწავლაც კი ოსმალეთის იმპერიაში მაგალითად ძალიან უჭირდათ უცხოელებთან საუბარი იმის გამო რომ აინა არ იცოდნენ, არ სწავლობდნენ არასოდეს უცხოურ ენებს და მე სპეციალური თარჯიმნები ყავდათ, რომლებიც ის ევროპელები იყვნენ უმეტეს შემთხვევაში და მათ საშუალებით გქონდათ კომუნიკაციები. თქვათ იგივე იარაღის საჭურველსაც შეეხება, ანუ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც მათგან მიღება უარს არ ამბობდნენ, იმიტომ რომ ესე განიხილებოდა, რომ თქვათ უწმუნოთა ის იარაღი თუ რაც არის, თუ მათ წინამდე გამოიყენებს შემდეგ მას, რასაკვირველია მისაღებია. სხვა შემთხვევაში სხვა არაფერი. თანაც ეს სახელმწიფო იყო მოწყობილი დინასტიური, როგორც საერთოდ ვიცით, რომ ისლამური სახელმწიფოები მოწყობილია დინასტიურ პრინციპზე, ანუ რომელი დინასტიაც მართავს სახელმწიფოს იმის სახელწოდება აქვს, ანუ ეს არ არის რაღაცა ეროვნული სახელმწიფო. თქვათ იგივე ვიცით ჩვენ ირანში სხვადასხვა ეტაპი ირანის ისტორიის ეგ არის დინასტიების მიხედვით, თქვათ სასანიანთა ირანის, ეფიანთა ირანი და ასე შემდეგ. ასეა თქვათ ოსმალეთის იმპერიაში ოტომანთა დინასტია, ოსმანთა დინასტია, რომელიც უდგას სათავეში და მათი სახელმწიფოა ეს. ამიტომაც აი დროთა განმავლობაში როცა ევროპაში ერები ყალიბდება მეტნაკლებად, რაღაცა ნაციონალური ჩდება განცდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ოსმალეთთვის შედარებით უცხოა. ასე უცხოა ის ინოვაციები, რასაც იქ იღებენ, მართალია ოსმალები ცდილობენ დროთა განმავლობაში, რომ თქვათ სამხედრო ინსტრუქტორები ჩაიყვანონ, ჯარი გაწვრთნან, მოაწყონ და შემდეგ, მაგრამ აი აქ კარგად ჩანს ომის ევოლუციის სწორედ ის საკითხი, რომ არ შეიძლება აი ასე მხოლოდ არმიის თალკე მომზადებით თქვა მისი გადაიარაღებით და მიაღწიო წარმატებას, რომ სახელმწიფო მთლიანობაში არის აბსოლუტურად სხვა განწყობის, სხვა სისტემის, სხვა აზროვნების, აი ამის შედეგად ყალიბდება საერთოდ არმიაც. არმია არის სახელმწიფოს თვითონ სახე, რაც სახელმწიფოც არის, იმის შესაბამისი არმია ყავს და როცა ოსმალეთის იმპერია მოძველდა, ის გახდა ევროპის სნეული კაცი, როგორც უწოდებდნენ 19 საუკუნის შემდეგ, მას აღარ შეეძლო, რომ ის ჯარი თუნდაც რომ კარგად შეიარაღებული ყოფილიყო, თუნდაც რომ გაეწვრთნათ ევროპელი ინსტრუქტორებს ძალიან თქვა ბევრი ჩაყავდა თუ ინგლისელი, ფრანგი თუ ასენაგ ინსტრუქტორები, ის აღარ იყო, ვერ იქნებოდა ესეთ წარმატებული, ვერ იქნებოდა ესეთი ძლიერი, როგორც თქვა თავის დროზე იყო, როცა ჯერ კიდევ მისი დრო იდგა. ანუ ოსმალეთი თავის პერიოდში, როცა ძლიერების პიკზეა მე-16 საუკუნეში და მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში არის იმ დროის შესაბამისობაში ძალიან ძლიერი სახელმწიფო ყველა თვალსაზრისით, მაგრამ როგორც კი დაიწყო თქვა ევროპა მეტნაკლებად უფრო მეტი განვითარება და ოსმალეთი ჩამორჩა ამ მოვლენებს შედარებით. აი ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დაკნინება დასუსტებას იწყება. თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმპერიების დასუსტება, თქვა ისეთი იმპერიებს როგორც იყო ოსმალეთი, ასევე დაკავშირებული არის იმასთან, რომ ყოველთვის ასეთი იმპერიები იკვებებიან დაპყრობითი ომებით. ანუ ოსმალეთმა როგორც კი შეაჩერა დაპყრობითი ომები, ვეღარ ამის მეტი გაფართოება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო და ვეღარ შეძლებდნენ. აი ამას შემდეგ დაიწყო ოსმალეთის იმპერიაში ეს სიზუსტის ნიშნები გაჩნდა. საერთოდ ყველა იმპერია, რომელიც თქვა არსებობდა ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში, სწორედ აი დაპყრობითი ომებით საზრდოობდა და შემდეგ ძალიან თქვა მათთან ნაკლებად იყო განვითარებული ის ჯერ ვიცით რომ ეს არის შუა საუკუნეების ეკონომიკა, სადაც არ არის თქვა ისეთ დონეზე განვითარებული ჯერ კიდევ ვაჭრობა, ხელოსნობა, თქვა იგივე აგრარული, ძირითადად არის აგრარული მეურნეობაა შუა საუკუნეების რეალობაში და შესაბამისად ეკონომიკაც სუსტია. ამიტომ ეს დაპყრობითი ომები მეტნაკლებად მეტ შემოსავალს აძლევდა იმპერიას, მხოლოდ ის გადასახადები რაც შემოდიოდა რასაკვირველი საკმარისი არ იყო იმ დიდი სივრცის გასაკონტროლებლად, იმ ადმინისტრაციის, სამხედრო სისტემის მოსაწესრიგებლად და ამავე დროს არც იყო ინტერესი, რომ მეტნაკლებად განვითარება დაწყებულიყო რაღაც ინოვაციები მე-19 საუკუნემდე. ამიტომაც გაჭირდა ძალიან ოსმალეთის იმპერიისთვის შემდგომ პერიოდში არსებობა და ის ნენელა სუსტდება, მარცხდება ომებში, თქვა რუსეთთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და იქცევა ევროპის სნეულ კაცად. თუმცა ამას შემდგომ ომებზე შევეხებით ლექციებს, როცა ასევე გვექნება საუბარი რუსეთ-თურქეთის ომებზე და აი მოვლენებზე, რაც აქ ხდება. მაგრამ აი ყველაფერს დასაწყისად, მაინც ოსმალეთის იმპერიის დასუსტების დასაწყისად და ევროპაში სიტუაციის შეცვლისა, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერია სანამ ძლიერია, ფაქტობრივად ევროპას საფრთხე ემუქრება მათგან ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ იქ ოსმალები მიღწევრებიან, რომ უნგრეთის ჩათვლით აქვს დაპყრობილი მთელი ბალკანეთი, იქ აწუხებენ თქვა საღვთო რომის იმპერიას, იტალიაში იქ ბრძოლები, ასევე აფრიკაში მიმდინარეობს მათ და საღვთო რომის იმპერიის თქვა კარლოს მეხუთეს ჯარებს შორის დაპირისპირება და მთელი ამ სივრცეში. ამიტომაც როგორც კი აი ვერის მეორე ალყის დროს ოსმალები დამარცხდნენ და ამ დამარცხებაში შეიტანა დიდი წვლილი პოლონეთის მეფემ იან სობესკიმ, რეჩპოსპოლიტის, ანუ პოლონეთ-ლიტვის უნიის მმართველმა იან სობესკიმ, აი ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერია იწყებს უკან დახევას ევროპიდან
ის ხედავს რომ აღარ არის აქ მეტი შეძლებულობა აღარ იქნებათ მათ რომ თქვა აიღონ ვენა და შეიჭრან ცენტრალურ ევროპაში. ეს იყო ბოლო დიდი ლაშქრობა რომელიც ოსმალეთმა მოაწყო და რომელიც ისახავდა მიზნად რომ გაერღვიათ ეს ხაზი რომელიც ვერ გაარღვიეს მათ ჯერ კიდევ სულეიმანის მმართველობის დროს და თუნდაც მისი მემკვიდრეების დროს. მაგრამ ვერ მოხერხდა ეს ვენის ალყა დასრულდა ოსმალთა მარცხით და აი ამან ძალიან ბევრი რამ შეცვალა იმ დროინდელ ევროპულ სამხედრო პოლიტიკურ რეალობაში, იმიტომ რომ ოსმალეთი გადადის მეორე პლანზე, იქ ევროპული სახელმწიფოები ძლიერდებიან უფრო მეტად თავის სივრცეში და იქ თქვა პოლონეთი გარკვეულ პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში არის აბსოლუტურად დომინანტი ძალა. დასავლეთში საღვთო რომის იმპერია თავისუფლდება ოსმალეთთან დაპირისპირებისგან მეტნაკლებად და ახალ რეალობაში გადადის ეს ყველაფერი და იწყება თანაც ის შემდგომ პერიოდში მე-18 საუკუნეში ეს მემკვიდრეობისთვის ომები ევროპაში, რომელმაც შემდგომ მივიყვანა საფრანგეთის რევოლუციამდე და ასე შემდეგ. ანუ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ის დაგვრჩა განსახილველი და დღეს ასაკურველი ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ. ხოლო რაც შეეხება სეფიანთა ირანს, რომელიც აუცილებლად მინდა ვახსენო იმ თვალსაზრისით, რომ ოსმალეთის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ახლო აღმოსავლეთში და ასევე ჩვენ კარგად გახსოვს, რომ საქართველოს და საქართველოს იყოფდა ირანი და ოსმალეთის იმპერია, სწორედ აი ამ პერიოდში ხდება ეს ორად გაყოფა. და მთელი გამასიის ზავი დაიდო, გაიყო თქვა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, სადაც თქვა ნახევარი ოსმალეთს დარჩა, ნახევარი ირანს დარჩა, სწორედ აი ამ პერიოდში არის ეს დაპირისპირებები სეფიანთა სახელმწიფოსთან. მაგრამ სეფიანთა სახელმწიფო მეტნაკლებად მარცხს განიცდის მაინც ოსმალეთთან ომში, იქ ჩალდირანის ბრძოლაში ისინი სასტიკად დამარცხდნენ, შემდეგ თქვა იგივე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მათ შორის დაპირისპირება, თუნდაც აი მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობის შემდეგ იქ ჩალდირანის ბრძოლა რომ მოხდა, სადაც დამარცხდნენ ასევე ირანელები. მაგრამ აი სეფიანთა ირანი მას შემდეგ რაც ოსმალეთი აღარ არის თქვა ისეთი ძლიერი, ისეთი ძალა, როგორც თქვა თავის დროზე იყო სულეიმანის დროს, ახერხებს სეფიანთა ირანიც რომ გარკვეული მოდერნიზება განიცადოს და დაიწყოს ომი ოსმალების წინააღმდეგ. აი სამხედრო ინოვაციები მდგომარეობს შემდეგში, რომ თქვა იგივე სეფიანთა ირანის შაჰმა აბას პირველმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა შაჰ აბასმა დაიწყო რეფორმები სეფიანთა ირანში, სამხედრო რეფორმა გაატარა, რომელიცაც შექმნა რეგულარული არმია დაახლოებით 40-60,000 კაცამდე შემადგენლობით და ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს ინგლისელმა ძმებმა, ენტონი და რობერტ შირლებმა, რომლებიც ჩასულები იყვნენ და ინსტრუქციას უწევდნენ, როგორ უნდა მოეწყო ჯარი შაჰ აბასს. და მოაწყეს ჯარი მეტაკლებად ეს თანამედროვე შეიარაღებული, ძლიერი артиლერიით აღჭურვილი და ამ ჯარით შაჰ აბასი უპირისპირდება ოსმალეთის იმპერიას, ამარცხებს მას მთელ რიგ ბრძოლებში, აღწევს წარმატებას და იმ დანაკარგებს, რაც ჰქონდა მანამდე სეფიანთა ირანს, საკმაოდ დიდია ოსმალეთთან დაპირისპირებაში მეტნაკლებად აღადგეს. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ ინოვაციებმა, განვითარებამ, გაძლიერებამ სეფიანთა ირანისა შეასუსტა ოსმალეთი ასაკურველია დასავლეთ თვალსა და დასავლეთის მიმართულებაზეც, იმიტომ რომ აღმოსავლეთში ის მტერი, რომელიც თავარი მოწინააღმდეგე იყო ახლო აღმოსავლეთში დომინანტობისთვის, ასევე გაძლიერებულია და შესაბამისად მათ შორის ეს მთელი რიგი ომები აფერხებს ოსმალეთის გარკვეულწილად განვითარებას და წინსვლას დასავლეთისკენ ასევე. და უნდა ითქვას მოგოლთა იმპერიაზეც ეს არის, ვიცით რომ თემურლენგის იმპერიის დაშლის შემდეგაც დარჩენილი ის არის დინასტია, რომელიც მართავს ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილს ძირითადად, ეს მოგოლთა იმპერია ასევე არის ამ პერიოდის აღმოსავლეთის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეტნაკლებად როგორც სეფიანთა ირანი, როგორც ოსმალეთი, ისიც ამ ინოვაციებთან შეგუება, რაღაც ახალ სისტემაზე გადასვლა, ჯარის გადაიარაღება ეს ყველაფერი უჭირს მოგოლთა იმპერიასაც, ეს არის აბსოლუტურად სხვა სივრცე, სხვა აზროვნების და სხვა რელიგიის, რომელიც მაინც ამ პროგრესისკენ არ არის მიდრეკილი ამ შემთხვევაში და აი თქვენ ხედავთ იმაზეც, ნახატზეც საბრძოლო სპილოები ყავდათ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეის ის არის ის ნახატი და საბრძოლო სპილოები, ცხენოსანი ჯარი და შემდეგ ასრულებს მთავარ როლს არმიაში. ეს შესასრული აღია, საკურველია შესულია, ოსმალებმაც იციან ირანელებმაც და მოგოლებაც, მაგრამ ამ სივრცეში სხვაგვარი ომები მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ არის გამოსული იმ შუა საუკუნეოვანი რეალობიდან, რომელიც აქ იდგა. აი თუნდაც საქართველოს მაგალითიც რო ავიღოთ ამ პერიოდისა, საქართველოშიც შემოვიდა შესასრული იარაღით შემოვიდა, რაღაც ინოვაციების მცდელობაც იყო სხვადასხვა მეფეებისგან, განსაკუთრებით ერეკლე მეორისგან, რომელიც მაინც ცდილობს ევროპული სამხედრო სისტემა დაამკვიდროს, იქ იარაღის საწყობის შექმნას
ტყვია-წამალი გამოუშვეს ადგილობრივი და შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოდერნიზებულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს რომელიმე ამ სახელმწიფოდაგან, იმიტომ რომ აქ არის აბსოლუტურად სხვა რეალობა, სხვა პოლიტიკური რეალობა, სხვა სოციალური რეალობა, რომელიც ხელს უშლის ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ამ სივრცეში ვერ ხდება, ვთქვათ, იგივე დასავლეთ ევროპული ტიპის რაღაცა მოდერნიზებული ძლიერი სახელმწიფოების შექმნა. რაც შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ ფაქტობრივად მთელი აღმოსავლეთი იქცა მათზე დამოკიდებულად, მათ კოლონიებად, იგივე თქვათ ინგლისელები, ფრანგები და შემდეგ манипуლირებენ როგორც ირანის შაჰებით, ასევე ოსმალეთის სულთნებით, იგივე ინდოეთში ინგლისელთა კოლონიზება იწყება და ასე შემდეგ. ანუ დასავლეთის სივრცე, რომელიც თავის დროზე პირიქით აღმოსავლეთთან შედარებით უფრო სუსტი ჩანს, თითქოს უფრო ნაკლებად განვითარებული ჩანს, დროთა განმავლობაში პირველობას ის მოიპოვებს, ის გადის ზღვაზე, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ზღვაში დომინანტი ძალა, იწყება კოლონიები, საიდანაც უდიდესი სიმდიდრე შემოზიდეთ ევროპულ სახელმწიფოებს და აი ამის შემდეგ ისინი არიან უპირობოდ დომინანტი ძალა და ევროპა ამის შემდეგ მართლაც არის მართველი მთელი იმდროინდელი სამსოფლიოს და მთელი იმდროინდელი რეალობის. ხა რაც შეეხება საზღვაო საქმის განვითარებას, რომელიც ამ პერიოდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად უნდა გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით ერთი ძალიან ცნობილი ამერიკელი ადმირალი და სამხედრო ისტორიკოსი ალფრედ მაჰანი, რომელმაც დაიწყო საერთოდ საზღვაო ისტორიის შესწავლა და ცალკე გამოყოფა. მსოფლიოს ისტორიის, ანუ თქვა იგივე სამხედრო ისტორიიდან გამოყო მან საზღვაო სამხედრო საქმე და ცალკე შექმნა მასზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორც აი რა მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაო საქმეს, რა წარმოადგენდა საზღვაო საქმე, რატომ შეცვალა მან იმდროინდელი მსოფლიოში რეალობა და რატომ არის ეს საზღვაო სახელმწიფოები უფრო წარმატებული და ძლიერები იმ დროისათვის მსოფლიოში. ანუ ალფრედ მაჰანის აი ამ ძალიან მნიშვნელოვანმა ნაშრომმა გადატრიალება მოახდინა იმდროინდელი ისტორიოგრაფიაში და შემოიტანა ეს საზღვაო საქმის, საზღვაო ისტორიის ფაქტობრივად ცნება და მნიშვნელობა იმდროინდელ ისტორიოგრაფიაში და დაამკვიდრა ეს ძალიან კარგად. ალფრედ მაჰანს აქვს მაგალითად აი საზღვაო საქმის 6 ელემენტი, როგორც ის უწოდებდა, აი თქვენ ხედავთ ეს 6 ელემენტი რა არის, ეს არის განსაზღვრავს ფაქტობრივად სახელმწიფოების დამოკიდებულებას საზღვაო საქმისადმი, მათ განვითარების შესაძლებლობებს, თუ რას თulis ალფრედ მაჰანი, რომ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას და უნდა წარმოადგენდეს ამაზე დამოკიდებული ფაქტობრივად ის თუ როგორ განვითარდება საზღვაო თვალსაზრისით ის და იმდროინდელ მსოფლიოში რა ძალას წარმოადგენს, აი მათ შორის ხედავთ, რომ პირველი არის გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვაზე წვდომა, ანუ აბსოლუტურად ზღვაზე თუ არ აქვს გასასვლელი სახელმწიფოს, საკურველია აი ამ სივრცეში ვერ მიაღწევს, თქვა ის საზღვაო სახელმწიფო ვერავითი შემთხვევაში ვერ გახდება, ხო? ფიზიკური სტრუქტურა, წვდომა ოკეანეებთან, მდინარეების, ტბების, ყურეებისა და პორტების გზით ეს თუ რამდენად ახლო არის აი დიდ საზღვაო სივრცეებთან სახელმწიფო თუ შეუძლია მასში გასვლა, გაღწევა, იმიტომ რომ ეს გაშლილ სივრცეში გასვლა, თუნდაც კოლონიების თვალსაზრისით და ძალიან ბევრი თვალსაზრისით აბსოლუტურად არის უმნიშვნელოვანესი საზღვაო საქმის განვითარებისთვის. იგივე სანაპირო ზოლის აგებულება, ფორმა, თქვა რამდენად გამოსადეგია ეს საზღვაო საქმისათვის ეს სანაპირო ზოლი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის დროისათვის და როგორ არის დაგეგმილი სპორტების მშენებლობა და ასე შემდეგ. მოსახლეობის რიცხოვნობა, რასაც თulis ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იმდროინდელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და წარმატებისათვის ამ თვალსაზრისით, ერის ხასიათი და თვისებები, დამოკიდებულება კომერციისა და ვაჭრობისადმი, იმიტომ რომ აი ვაჭრობა და კომერცია აბსოლუტურად განსაზღვრავდა საზღვაო საქმის განვითარებას, იმიტომ რომ იმდროინდელი სავაჭრო და კომერციული საქმიანობა ძირითადად საზღვაო გზით ხორციელდება. ანუ ზღვა გაცილებით უფრო სწრაფი და ძალიან უფრო საიმედო ის არის, ასე ვთქვი, ადგილი, საიდანაც შეიძლება გადატანა ძალიან სწრაფად ამ რესურსების ძალიან დიდი რაოდენობით, ვიდრე თქვა ხმელეთით, რომელიც უფრო ართულებს ამას და აი თუნდაც ის რომ ოსმალეთის იმპერიის გაჩენის შემდეგ ევროპა მეტნაკლებად მოწყდა აღმოსავლეთ სივრცეს, აი თქვა იმ სავაჭრო გზებს, რომლებიც გადიოდა აი ბიზანტიის გავლით ისინი აღწევდნენ თქვა ამ სივრცეში და ოსმალეთმა მეტნაკლებად ჩაუკეტა მათ ეს სივრცე და მასთან ურთიერთობაში უფრო შეზღუდულები არიან ევროპელები ამ პერიოდში, აი გაუხსნა მათ გზა უფრო დასავლეთისკენ, სადაც მათ შემდეგ ამერიკის კონტინენტს მიაღწიეს, შექმნეს კოლონიები და ახალ სივრცეში გავიდნენ, საერთოდ სულ სხვა რეალობაში გადაინაცვლა იმდროინდელმა ევროპამ, იპოვეს გზები თქვა სამხრეთ აფრიკის გავლით თქვა ინდოეთის ოკეანეში, იქ წყნარ ოკეანეში გავიდნენ და აბსოლუტურად მათ საჭიროება აღარ ჰქონდათ ოსმალეთის იმპერიასთან იმდენი ვაჭრობისა და იქიდან რესურსების შემოტანისა, რაც მანამდე არსებობდა. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს ევროპელებმა ამ კოლონიებში ჩამოიტანეს შემდეგ იქიდან.
თუნდაც იყო დრო, როცა ოსმალეთის იმპერიისგან ისინი ყიდულობდნენ თქვა იგივე ყავას და დროთა განმავლობაში როცა ეს კოლონიები დაარსდა და იქ ყავის მოყვანა დაიწყეს ევროპელებმა, პირიქით ოსმალეთის იმპერია ყიდულობდა მათგან უფრო იაფად შემდეგ ყავას, იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კოლონიურ განვითარებას და იმდენად შეცვალა იმ დროინდელი მსოფლიო რეალობა. ასევე სახელმწიფო მოწყობის ფორმა და დამოკიდებულება სამხედრო საქმესთან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ესეც, იმიტომ რომ თქვა როგორ არის სახელმწიფო მოწყობილი რესპუბლიკურია, ის თქვა მონარქია, როგორ ფეოდალური წყობა, შიგნით თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს განვითარებისთვის, აი იგივე ოსმალეთის მაგალითი რო ავიღოთ, თუნდაც რომელიც ჩამორჩა დროთა განმავლობაში აი ამ ევროპულ ქვეყანათა განვითარებას, ეს სწორედ მის სახელმწიფო მოწყობის ფორმა და თქვა იგივე სამხედრო საქმესთან დამოკიდებულებამაც გამოიწვია. აი თუნდაც ალფრედ მაჰანის ფრაზები, რომელიც ასევე მიუთითებს სამხედრო საზღვაო საქმის მნიშვნელობაზე, ეს შორეული შტორმის ძლეველი გემები, რომელთა მიღმა დიდ არმიას არასდროს გაუხედავს, იდგნენ მასა და მსოფლიო ბატონობას შორის, აღნიშნავს ის ნაპოლეონის ომებთან დაკავშირებით, როდესაც ინგლისი, რომელიც იყო ზღვის ბრძანებელი ამ ომების პერიოდში, სწორედ აი ის არაძლევს საშუალებას ფრანგებს, რომ გავიდნენ ახალ სივრცეებზე, გადალახონ ოკეანე, ზღვა ფაქტობრივად ჩაუკეტავენ მთელ ამ სივრცეს და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი სახმელეთო თვალსაზრისით წარმატებული სახელმწიფო აღწევს სამხედრო წარმატებას, საბოლოო ჯამში ის მაინც ვერ იმარჯვებს, ამ ომში ვერ ხდება მაინც ის მსოფლიო დომინანტი ძალა ამ პერიოდისათვის, სწორედ იმის გამო, რომ ინგლისი არის ზღვის მბრძანებელი და მისი ფლოტი ხელს უშლის დიდ არმიას, ნაპოლეონის დიდ არმიას, რომ თქვა გადალახონ მათ ეს თუნდაც ლა-მანშის სრუტე და ინგლისში შეიჭრან, თუნდაც სხვა სივრცეებში გააღწიონ კოლონიებს დაუკავშირდნენ და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცა. იგივე რა შემთხვევაში გაყიდა საფრანგეთმა იმდროინდელი ლუიზიანა, რასაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ნაპოლეონს, რომ რატომ გაყიდა ლუიზიანა, რაღაც ასეთი არსებობს ხოლმე სინამდვილეში საფრანგეთს მეტი გზა არ ჰქონდა ფაქტობრივად. ინგლისი არის ზღვის მბრძანებელი, ინგლისი არის მათთან მისი მოწინააღმდეგე, ის არ აძლევს საშუალებას, რომ გავიდეს საფრანგეთი თავის კოლონიებზე, ამიტომაც ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ალბათ თავის დროისათვის, რომ მათ ეს მიწა, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც გადავიდოდა ამერიკის შემადგენლობაში, სავარაუდოდ გაყიდეს, უბრალოდ მისცეს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, სხვათა შორის ამერიკას, რომელიც შემდგომ ძალიან ესე მაღალ დონეზე აითვისებს ამ სივრცეს და მეტნაკლებად საფრანგეთი და ამერიკის ურთიერთობაში ამანაც გარკვეული დადებითი როლი შეიტანა. და ასევე აი ალფრედ მაჰანის ფრაზაა, თავისუფალი მომარაგება და ღია უკან დასახევი გზა არის ორი მთავარი ფაქტორი არმიისა თუ ფლოტის უსაფრთხოებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და შემდეგ აი ჩვენ ნაპოლეონის ომებში ყველაზე კარგად დავინახავთ ამას ველინგტონის სამხედრო კამპანიების მაგალითზე. რა შეეხება ბრძოლას ზღვაზე დომინანტობისათვის, ანუ საერთოდ როგორ დაიწყო საზღვაო განვითარება ამ პერიოდისათვის და შემდეგ სამხედრო ფლოტის განვითარება, ანუ სამხედრო ფლოტის საჭიროება და განვითარება საერთოდ საზღვაო ძალებისა სწორედ გამოიწვია იმან, რომ პირველ რიგში დაიწყეს ევროპელებმა ძიება ახალი სავაჭრო გზების, ახალი რესურსების მოსაძიებელი ადგილების, თავის დროზე როგორც ბერძნული კოლონიზაცია იყო, რომელიც მოძრაობდნენ, თქვა თავიანთი სივრციდან გადაადგილდებოდნენ სხვაგან, უცხოეთში მიდიოდნენ, იქ ეძებდნენ თქვა ახალ რესურსებს, თქვა სავაჭრო კონტაქტებს და შემდეგ აი დაახლოებით იგივე ვარიანტი შეიძლება იყოს მსოფლიო დონეზე გაღწევის უკვე ეს დიდი აღმოჩენების ეპოქა, რომელშიც პორტუგალიელებმა დაიწყეს პირველად დიდი როლი შეასრულეს, ეს იყო ენრიკე მოგზაური, ცნობილი ნავიგატორი, ცნობილი პორტუგალიელი პრინცი, რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ამ საზღვაო საქმით, დაინტერესებული იყო ახალი მიწების მოძიებით, თქვა სავაჭრო საქმიანობით, კომერციით, რომელმაც დაიწყო განვითარება პორტუგალიის ამ თვალსაზრისით და აი თქვენ ხედავთ ვასკო და გამას პორტრეტსაც, ვასკო და გამამ შეასრულა ძალიან დიდი როლი ამ პერიოდის აღმოჩენების ეპოქაში, რადგან მან აფრიკა შემოუარა, ინდოეთში მიაღწია და ფაქტობრივად გახსნა ახალი სავაჭრო გზა ინდოეთისაკენ, ისე რომ მათ აღარ დაჭირდებოდათ ოსმალთა კონტაქტი, იქ გამოყენება ეგვიპტისა, იქ წითელ ზღვაში გასასვლელად და ასე შემდეგ. ანუ აითვისეს ნელ-ნელა პორტუგალიელებმა სხვა სავაჭრო გზები და ამ სავაჭრო გზების საშუალებით ისინი დიდრდებიან და ძლიერდებიან. და არ ჩამორჩა მათ არც მეორე საზღვაო სახელმწიფო მეზობელი, ეს იყო ესპანეთი, რომელმაც ასევე თავის მხრივ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ დროინდელი კოლონიური საქმიანობის დაწყებაში მსოფლიოში. პორტუგალიელებმა და ესპანელებმა სხვა შორის ტორდესილასის ხელშეკრულებით გაიყვეს ეს სივრცე, საზღვაო სივრცე ორ ნაწილად. აი ხედავთ თქვენ მისი ამ ზავის მიხედვით როგორ არის გაყოფილი ეს ერთი ნაწილია ესპანეთის დაქვემდებარებაში, მეორე პორტუგალიის, რომელიც სივრცეებში მათ მოქმედების უფლება ჰქონდათ, ისე რომ არ დაერუებათ ერთმანეთის
თქვა და ეს საზავო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ტორდესილასში. და ეს სწორედ მიოტყველებს იმაზე, რომ ეს არა მარტო სახმელეთო დონეზეა უკვე ეს ომები მიმდინარეობს და არა მარტო სახმელეთო დონეზე წყდება, საერთოდ იმდროინდელი სახელმწიფოების ეს ბედი, არამედ აი უკვე საზღვაო დონეზე. ანუ ის ინაწილებენ არა მხოლოდ ხმელეთს, არამედ ინაწილებენ ზღვასაც უკვე, იმიტომ რომ ამ ზღვაზე არის გასულები, ეს არის უზარმაზარი სივრცე, ფაქტობრივად მთელი დედამიწის დიდი ნაწილი მაგით წყლით არის დაფარული, ოკეანეები გაიყვეს ფაქტობრივად, მათ სადაც უნდა თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებოდათ. დროთა განმავლობაში მათ შემოუერთდებიან ევროპის სხვა სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, დანია და ასე შემდეგ, რომელიც ასევე ცდილობენ რომ გავიდნენ ამ სივრცეში და მიაღწიონ წარმატებას. ასევე შედაშორის უნდა აღინიშნოს ერთ საინტერესო მომენტი, ჩვენ შემდეგ ლექციაზე გვექნება რუსეთის განხილვა, რუსეთის ჩრდილოეთის ომის საკითხის და იქ აუცილებლად აღნიშნავთ იმასაც მე დაწვრილებით, რომ რატომ იბრძვის რუსეთი ზღვაზე გასასვლელის მოსაძიებლად, კარგი პორტის მოსაძიებლად, რომ რუსეთი გახდეს საზღვაო სახელმწიფო, იმიტომ რომ საზღვაო სახელმწიფოების გარეშე პეტრე პირველმა იცის, რომ რუსეთი ვერ გახდება იმდროინდელი ევროპის დაწინაურებული სახელმწიფოების მსგავსი და ვერ მიაღწევს წარმატებას. აი ეს აქ არის გასაღები, რომ საზღვაო საქმის განვითარება არის იმ დროისათვის უმნიშვნელოვანესი, ეგრეთ წოდებული გასაღებური, ანუ key factor-ი, რომელიც უწყობს ხელს ქვეყნების განვითარებას. და ამან გამოიწვია ის, რომ განვითარდა უკვე სამხედრო საზღვაო ძალებიც. ანუ თქვენ პირველ იმაზე ხედავთ აი მარცხნივ ილუსტრაციაზე ეს არის კოგი შუა საუკუნეების პოპულარული სახეობა ხომალდების როგორც წაშენებდნენ ევროპაში ერთ ანძიანი დაახლოებით ესეთი ტიპის ხომალდები გამოიყენებოდა მაშინ ეს იყო პრიმიტიული მეტნაკლებად არ იყო საბრძოლველად მაინც და მაინც განკუთვნილი არც იყო საჭიროება იმიტომ რომ ევროპაში ძალიან შეზღუდული იყო საზღვაო საქმე ანუ მეტნაკლებად ეს განვითარებული იყო ასე თუ ისე იმაში ბალტიისპირეთში როცა ისინი იყო ჰანზას სავაჭრო ქალაქები მათ შორის ვაჭრობა და შემდეგ ხორციელდებოდა ამ ტიპის ხომალდებით თუმცა საზღვაო საქმის განვითარებას ამას ვერ დავარქმევთ ამ პერიოდში უკვე ხათა დიდი ამ უბრალოდ დიდი აღმოჩენების ეპოქაში გაჩნდა მთელი ტიპის სხვადასხვა ტიპის ხომალდები, რომლებიც სწორედ აი უკავშირდება აი ამ განვითარებას, საჭიროება გაჩნდა უბრალოდ ასეთი ხომალდებისა. აი თქვენ ხედავთ ეგ არის კარაველა, გალეონი ესპანური, არის ფრეგატი, თქვათ არის გალერა, რომელიც ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა ფაქტობრივად და არსებობდა ამ პერიოდის რეალობაში და ნიჩბიანი ხომალდი მარჯვენა დაბლა კუთხეში, რომელიც მე-16 საუკუნეში კვლავინდებურად აი უმთავრესი ერთეულია, საზღვაო ერთეულია ევროპულ სახელმწიფოებში იგივე ვენეციასა და შემდეგ ყავთ სწორედ ასეთი გალერეების ტიპის ფლოტი. და ასევე ხომალდების აღჭურვა დაიწყეს უკვე ცეცხლსასროლი იარაღით, ანუ ქვემეხებით. და შესაბამისად საზღვაო საქმეში ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა. ხომალდები ერთმანეთს ებრძვიან უკვე არა მხოლოდ თქვა მხოლოდ აბორდაჟის საშუალებით, არა მხოლოდ თქვა სახმელეთო ანუ მხოლოდ ხელჩართულ ბრძოლაში, არამედ ისინი ერთმანეთს ებრძვიან უკვე შორიდან ესვრია თქვა ქვემეხებს არის ჩამყალიბ და ახალი ტიპის ტაქტიკები საზღვაო აბსოლუტურად რომელსაც შეცვალა იმდროინდელი სამხედრო რეალობა და უკვე ძალიან დიდი დატვირთვა მიეცა ფლოტის განვითარებას, სამხედრო ფლოტის განვითარებას, იმიტომ რომ აი თუნდაც გავიხსენოთ ის რომ ფლოტის საშუალებით უკვე შეიძლებოდა საპორტო ქალაქების დაბომბვაც კი. აი მაგალითად ნაპოლეონის ომებში შემდგომ შევნახავთ კოპენჰაგენი როგორ დაბომბეს ინგლისელებმა ზღვის გზით და ფაქტობრივად დანია გამოტიშეს იმ სიტუაციიდან, რომელიც ის თქვა ნაპოლეონის გავლენის ქვეშ ექცეოდა და ფლოტი შეიძლებოდა საფრანგეთის დაქვემდებარებაში მიეცა. ანუ საზღვაო ოპერაციებით ბრიტანელებმა აჩვენეს შემდგომ პერიოდში, რომ შეიძლებოდა მთელი რიგი სამხედრო ამოცანების გადაჭრა. ანუ საზღვაო სამხედრო საქმე გახდა ომის ევოლუციის ერთ-ერთი ახალი ეტაპის, სწორედ აი დამახასიათებელი, რაც შუა საუკუნეებში არ გვაქვს. ეს არის უკვე ახალი ეპოქის სახე, ახალი ეპოქის მნიშვნელობა. და აი საინტერესო კიდევ რაც არის ამ პერიოდში, ეს არის ამ საზღვაო საქმის განვითარებამ ლოჯისტიკის განვითარებას გამოიწვია, იმიტომ რომ გემებით ასაკურველია დიდი რესურსების გადატანა შეიძლება, რაც უფრო დიდი და ძლიერია ფლოტი, ასაკურველია უფრო მეტი საშუალებები არსებობს, რომ თქვა დიდი არმია გადაიყვანოს თავისი რესურსები და ასე შემდეგ. აი მაგალითად, ეს არის დიდი არმადა, ესპანური არმადა 1588 წლის არის, როცა დიდი არმადა აღწევს ინგლისის მიმართ ილაშქრებს უბრალოდ ინგლისზე და ესპანელებმა მოამზადეს უზარმაზარი ფლოტი, უზარმაზარი რესურსები, აი თქვენ ხედავთ ეს არის ზუსტად აი აღწერა დიდი არმადის და თუ რამდენი ხომალდი შედიოდა, რამდენი თქვა სხვადასხვა ის იყო ესკადრა მასში, ანუ ეს ესკადრა ეწოდება, თქვა
საფლაგმანო გემის, ანუ ადმირალის გარშემო შემოკრებილი რაზმს ამ შემთხვევაში, რაზმი გემების სიგულისხმება, რა ქვია. და აი ხედავთ, აი რაფაელ რაოდენობა 130 ხომალდი იყო არმადაში, 2430 ქვემეხით იყო აღჭურვილი და 30500 ადამიანი, მათგან თითქმის 18000-ზე მეტი ჯარისკაცი, 8000-ზე მეტი მეზღვაური, მენიჩბეები, ოფიცრები და მათ შორის რა თქმა უნდა იყვნენ ესპანელი დიდებულები, მღვდლები, ექიმები და ასე შემდეგ, ვინც თან ახლდნენ ამ ოპერაციას. მთავარი ძალები იყოფოდა 6 ესკადრად, მათში იყო თქვა პორტუგალია, რომელსაც ჰერცოგი მედინა სიდონია სარდლობდა, ეს მედინა სიდონია იყო ფლოტის სარდალი მთლიანად. იყო კასტილია, ბისკაია, გიფუსკოა, ანდალუსია და ლევანტე, ანუ სხვა სახელებით არის ცნობილი ესენი, რა ქვია. ესკადრები არმადაში შედიოდა ნეაპოლური გალიასები, როგორც გაჩვენდა ნიჩბიანი გემები ამ შემთხვევაში. პორტუგალიური გალერეების იყო მათ შორის ასევე და სურსათის სახით მიქონდა მილიონობით ორცხობილი და 600000 ფუნტამდე დამარილებული თევზი და ხორცი, 400000 ფუნტი ბრინჯი, 300000 ფუნტი ყველი და შემდეგ ანუ ძალიან დიდი რაოდენობით რესურსები, რაც ის შეძლებასაც იძლეოდა უკვე ესეთი ფლოტის განვითარება და შეიძლება გადაეზიდა ეს ყველაფერი ძალიან ადვილად უფრო შედარებით. საბრძოლო მასალა მიქონდა, რომელიც 500000 დატენვა დენთი და 124000 ყუმბარა იყო. ან ფაქტობრივად ეს ესპანური არმადა არის აი მე-16 საუკუნის აი ლოჯისტიკის განვითარების და საზღვაო საქმის განვითარების რაღაც ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ არმადა მთლიანობაში დამარცხდა ამ კამპანიაში, იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის დრო, როცა ასეთი სამხედრო მოქმედებებმა შეიძლება მთლიანი ომის ბედი გადაწყვიტონ. თუმცა ამან აჩვენა, რომ რაღაც შეიცვალა იმდენ სოფლიოში საზღვაო საქმე ძალიან დიდი მნიშვნელობისა გახდა, ფლოტი ფაქტობრივად წინ წამოიწია ამ საზღვაო სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში, მთავარი როლი იტვირთა მეტნაკლებად და ანუ ფლოტის განვითარებამ, საზღვაო საქმის განვითარებამ, ამ საზღვაო სამხედრო საქმის განვითარებამ შეცვალა იმ დროინდელი რეალობა. მინდა რომ გაჩვენოთ ერთი მონაკვეთის ეს არის ესეთი ფილმია ჰოლანდიელებს გადაღებული დე რუიტერი ქვია, ანუ ადმირალი, რომელიც მიხილ დე რუიტერს ეხება. მიხილ დე რუიტერი იყო ძალიან ცნობილი ადმირალი ჰოლანდიელი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა მე-17 საუკუნეების ომებში და ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმირალია. არა მხოლოდ თქვა იგივე ჰოლანდიის ისტორიაში, არამედ იმდროინდელი ევროპის ისტორიაში და პატარა მონაკვეთი, რომელშიც ის ინგლისის ფლოტს უპირისპირდება. Kan geen kant meer op. Bras de raas. Giel, dat is gekkenwerk. Opblazen op de bakboord! Opblazen op de bakboord! Dat wordt niet als een lot overlaten. Hakker! Je macht moet overboord. Hakker! Reload the cannons! Wij schoppen die verdomde Engelsen terug naar het eiland van Tot de dood, admiraal. recht op.
Michiel. Face off, on decks! Goed zo, Jan. Windjaarsvlag. Gooi een paar matrozen in de sloep. Wat? Doe daar doorheen, hoor. Ja. Kom op. Michiel. Net op tijd. Komt wel goed. Niks aan de hand. We zullen een haven. Windstaatsverkeer. Net als de heren politici. Draaien ook altijd met de wind mee. Praten nou. Mijn mannen hebben iemand nodig zoals jij. Iemand die zijn eigen koers vaart. Kan jij? Michiel. Ga mensen helpen, kom op. Gaat het? Ja, het gaat goed. Wat vanochtend het ook? Oh, gaat goed. გიჩვენებთ მოკლედ ამ ფილმის ყურებას, იმიტომ რომ ევროპული ფილმია, არ არის ძალიან დიდ ბიუჯეტიანი, მაგრამ ხარისხიანად არის გადაღებული და იმ პერიოდის ისტორიაზე მეტნაკლებად ესეთი კარგი წარმოდგენას მოგცემთ. ადმირალი ქვია ამ ფილმს, ასე დარგვიან. ხა რაც შეეხება ჩვენ ძირითად თემას, უნდა შევეხოთ აუცილებლად 30 წლიან ომს. დიდ დრო არ დაგვჭირდა ლექციაზე, ამიტომ შედარებით მოკლედ ვეცდები რომ განვიხილო. 30 წლიანი ომის მიზეზებს ახლა აღარ შევეხებ, იმიტომ ძალიან ვრცელი საკითხია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც მე-16 საუკუნეში ევროპაში მიმდინარეობს რელიგიური ომების პერიოდი, რელიგიური ომების ეპოქაა და იმდროინდელი რეალობა არის იმგვარი, რომ თქვა ეს 30 წლიან ომამდე მივიდა. საბოლოოდ ის აუგსბურგის ზავი 1555 წელს დადებული, უბრალოდ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ურთიერთობას არეგულირებდა და დარღვეული იყო შემდგომ პერიოდში საღვთო რომის იმპერიაში, რამაც გამოიწვია ჩეხეთში დაწყება იმ ამბოხების. რის შედეგად გადაიზარდა ის 30 წლიან ომში, რომელიც 3 ეტაპად იყოფა. ამ 3 ეტაპის განმავლობაში პირველი ეტაპი არის ჩეხური, ბოჰემიის ეგრეთ წოდებული, მეორე ეტაპი არის დანიური, როცა დანიელები დაიწყებენ შეტევას საღვთო რომის იმპერიის მიმართულებით და მესამე არის უკვე ეს შვედური, როცა გუსტავ ადოლფი, შვედეთის მეფე, რომელიც ამ ომში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და საინტერესო მხედართმთავარი, ამ მასში ჩაერთვება. ამ 3 ეტაპის მანძილზე ფაქტობრივად ამ ომში ჩართული იყო ევროპის სახელმწიფოების უმეტესი ნაწილი, ანუ საფრანგეთი, საღვთო რომის იმპერია, ნიდერლანდები, რომლებიც თავისუფლებით იბრძენ ესპანეთისგან, ესპანეთი თვითონ, იტალიური სახელმწიფოები და შემდეგ ანუ მთელი ეს შვედეთი და ასე მთლიანად არის ჩართული ამ ომში, ანუ ეგრეთ წოდება შეიძლება უწოდოთ ტოტალური ომი არის იმდროინდელი ევროპაში. ამ ომში ძალიან ბევრი ცნობილი მხედართმთავარი გამოირჩა, რომელიც აი როგორც თქვა კრეველდი აღნიშნავს, რომ თქვა არ არის ნაკლებად არის შუა საუკუნეებში არ იყო აი სამხედრო საქმის განვითარების აღნიშნული არც ტრაქტატები იწერებოდა, არც თქვა ომების აღწერა და ეს არ არსებობდა ისეთი როგორც თქვა იყო ანტიკურობაში თავის დროზე. აი ამ პერიოდში უკვე იცვლება მდგომარეობა მეტნაკლებად, ეს მხედართმთავრები ქმნიან ახალ რეალობას იმდროინდელ ევროპულ სამხედრო საქმეში. აი თქვენ ხედავთ მათ
პორტრეტებს, ანუ ერთ-ერთი არის პირველი რაიმუნდო მონტეკუკოლი, ეს იყო ცნობილი იტალიელი კონდოტიერი, იტალიურ წარმოშობის, რომელიც საღვთო რომის იმპერიას ემსახურებოდა. ასევე არის ვალენშტაინი, მის გვერდით, შემდეგ არის სპინოლა, ესპანეთში მომსახურე იტალიელი კონდოტიერი, ასევე არის ფონტილი, ცნობილი გენერალი ამ საღვთო რომის იმპერიისა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ასევე გუსტავ ადოლფი, შვედეთის მეფე, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა იმდროინდელი სამხედრო საქმის განვითარებაში. ახალ ეტაპზე აიყვანა თავისებურად. ანუ იქ თქვენ ასევე ხედავთ ცნობილ ნახატს, დიეგო ველასკესის ნახატს, ქალაქ ბრედას გასაღების ჩაბარება, რომელიც აიღო სწორედ ამ სპინოლამ, რომელიც იყო მხედართმთავარი ესპანური ჯარისა ამ პერიოდში და ასევე ბრაიტენფელდის ბრძოლა, რომელსაც ცალკე განვიხილავთ აუცილებლად. აი არსებობს მონტეკუკოლის აქვს რამდენიმე საინტერესო ფრაზა გამოთქმული სამხედრო საქმეზე, მათგან ერთი ძალიან ცნობილია, ხან ნაპოლეონს მიაწერენ, ხან მონტეკუკოლის და შემდეგ სინამდვილეში უფრო ადრე მონტეკუკოლის დროს უნდა იყოს ის სწორედ ჩაწერილი. ეს არის ფულისთვის ომისთვის სამი რამ არის საჭირო, ფული და კიდევ უფრო მეტი ფული, რომელიც მართლაც იმდროინდელი სამხედრო რეალობისთვის შესაბამისობაში მოდის. და ასევე აღნიშნავს მონტეკუკოლი, რომ ვისაც ძალუთ საკვების გარეშე გაძლება, შეუძლია თავისუფლად მოემზადოს კამპანიისათვის აუცილებელი კომისარიატს ამ შემოწმების გარეშეო. ეს ნიშნავს იმდროინდელი ომების ხასიათზე კარგად მეტყველებს, ლოჯისტიკურ პრობლემებზე, იგივე მომარაგების პრობლემებზე, რომელიც არსებობდა მუდმივად ამ ომში და მონტეკუკოლის ეს ფრაზა კარგად უსვამს ხაზს საერთოდ მე-17 საუკუნის სამხედრო საქმის რეალობას და 30 წლის განმავლობაში, როცა ეს ომი მიმდინარეობს, თუ რას იწვევს ეს ომი, როგორ ანადგურებს თქვა იგივე სამხედრო რესურსებს, როგორ ანადგურებს თქვა სამოქალაქო რესურსებს და ასე შემდეგ. თლიანობაში რასთან შეიძლება მიიყვანოს მან იმდროინდელი ევროპა. ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს ინგლისის სამოქალაქო ომი, კრომველი, ანუ ოლივერ კრომველი, ეს არის პარლამენტის ჯარების მხედართმთავარი, ის უპირისპირდება ჩარლზ ინგლისის მეფეს, მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ინგლისის რევოლუციასაც უწოდებენ ზოგჯერ ამ ომს, რის შემდეგაც ფაქტობრივად ინგლისი მიაღწევს დროებით საერთოდ რესპუბლიკად იქცევა და შემდგომ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ დროებით მონარქია აღდგება იქ, ჩვეულებრივ აბსოლუტური მონარქია, ფაქტობრივად მაინც შემოაგდებენ მას ინგლისელები, სტიუარტების დინასტია და საბოლოო ჯამში აქ მყარდება პარლამენტარული მმართველობა, რომელიც იმდროინდელი ევროპისთვის არის მოცინავე და შემდგომში მეფეები მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებს ინარჩუნებენ ინგლისში დაწყებული თვად ორანელების საგვარეულოთი, რომელიც ჰანოვერების დინასტიით გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავი არის 30 წლიანი ომის ერთ ბრძოლაზე აუცილებლად მოვასწროთ საუბარი, ეს არის ბრაიტენფელდის ბრძოლა, რომელიც არის 30 წლიანი ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა ახალი სამხედრო ტაქტიკის უპირატესობები ძველთან, რომელიც არსებობდა. ასევე მე წინა ლექციაზე გაჩვენეთ როკრუას ბრძოლა იყო სწორედ ასაც გულისხმობ, ასევე დაპირისპირება ძველსა და ახალ შორის, როცა ახალი ტიპის სამხედრო რეალობამ, ანუ იგივე ხაზოვანმა ტაქტიკამ, კავალერიის სხვაგვარმა გამოყენებამ, იქ ძალიან ბევრი ცვლილება შეიტანა სამხედრო საქმეში და ეს ესპანური ტერციოები, ღრმა მწყობრები, რომლებიც არსებობდა ქვეითი ჯარის ნენელა დაირღვა და გახდა უსარგებლო, რის შემდეგაც შეიცვალა სამხედრო რეალობა, ხაზოვანი წყობა გახდა მოწინავე, დროთა განმავლობაში განვითარდა ეს და შემდეგ მე-18 საუკუნეში ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ხაზოვანი წყობა მიაღწია თავის განვითარების პიკს ფრიდრიხ მეორე დიდის პრუსიის მეფის მმართველობის დროს. ახლა რაც შეეხება ბრაიტენფელდის ბრძოლას, ეს წინა პირობებზე ახლა ცოტა აღარ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის შვედეთის მესამე ეტაპი ომისა, 30 წლიანი როცა შვედეთი ჩაერთო ომში, ის ეხმარება პროტესტანტულ ჩრდილოეთ გერმანულ სახელმწიფოებს, რომლებიც ებრძვიან საღვთო რომის იმპერიას. ამ საღვთო რომის იმპერიის არმიის მეთაური არის ფონტილი, რომელიც ასევე ამ მისი არმია ძირითადად შედგება მოქირავნე მეომრებისაგან. ბრძოლაში ჩართვა თავიდანვე დაიწყო ამგვარად, რომ ის შეიჭრა საქსონიაში, მისდევდა საქსონიისაკენ მაგდებურგის აღების შემდეგ, აი მაგდებურგის აღება სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოვლენაა 30 წლიან ომში, იმიტომ რომ 30,000 მაცხოვრებლიდან 25,000 დახოცეს მაგდებურად ფონტილის მოქირავნე ჯარისკაცებმა, საერთოდ დიდი მხედრობით გამოირჩეოდნენ მოქირავნე მეომრები საღვთო რომის იმპერიისა და ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს მათ გერმანულ ქალაქებს, რომლებიც ამ პერიოდში მაღალ განვითარების საფეხურზე არიან. და აი ბრაიტენფელდის ბრძოლაში, როცა რომელიც დაწყება სხვა შორის ფონტილს არ სურდა, საერთოდ ის ქალაქში ჩაიკეტა და ფიქრობდა, რომ იქ გამოიზამთრებდა და შვედებს აიძულებდა, რომ
თვითონ შეეტია, თან დაეწყოთ შეტევა უხერხულ პოზიციებზე, არ საერთოდ უკან დაეხიათ, იმიტომ რომ მომარაგების პრობლემები შეექნებოდათ მათ მალე. მაგრამ მოხდა ასე, რომ ფონტილის კავალერია პაპენჰეიმის მეთაურობით დაედევნა შვედეთის მეფეს, მეფის ჯარს შეუტია და შემდეგ ტილს მოუწია დახმარებოდა თავის კავალერიას, რათა არ განადგურებულიყო ის და საბოლოო ჯამში შედგა ბრძოლა ბრაიტენფელდთან. ამ ბრძოლაში შვედეთის მეფემ განალაგა ჯარი შემდეგნაირად, მარცხენა ფლანგზე მან განალაგა თავის მარცხენა ფლანგზე საქსონელები, რომლებიც მოკავშირე ძალები იყვნენ და ნაკლებად ენდობოდა მათ, იმიტომ რომ ეს არ იყო უმდენად მაღალი დონის მოწესრიგებული და გაწვრთნილი არმია, რომელიც საჩივრებად დაყრდნობოდა ამ ბრძოლაში თვითო გუსტავ ადოლფი, შვედეთის მეფე და მეორე მხარეს, ანუ ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე იდგნენ შვედები, რომლებიც მაღალ დონეზე იყვნენ გაწვრთნილი, მომზადებულები ბრძოლისათვის. ეს იყო ფაქტობრივად პირველი თანამედროვე არმიას უწოდებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად გაწვევის სისტემით შემდგარი არმია იყო, პროფესიონალურად მომზადებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და შესაბამისად ძალიან დიდი სამხედრო ღირებულება გააჩნდა. ასევე აღსანიშნავი არის, რომ ფონტილისგან განსხვავებით, რომლებმაც ხედავთ, როგორ განალაგა თავისი ჯარი წითელ ფერით, პაპენჰაიმი მისი ხედავთავარია უტევს შვედების ფლანგს კავალერიით, მან დაიწყო სწორედ ეს ბრძოლა რეალურად ძლიერი მძიმე კავალერიით. ცენტრსა და მეორე ფლანგზე უკვე თვითონ ფონტილის არმია განლაგებული, მათგან ძირითადი ნაწილი არის განლაგებული მსხვილ, ანუ ტერციოების ტიპის ერთეულებად, ანუ ესპანური ტერციო მე აგიხსენ წინა ლექციაზე რა არის, ეს არის დიდი, ვთქვათ, კვადრატოვანი წყობა, კვადრატული წყობა ჯარისა, რომელშიც ცენტრიდან შუბოსნები და მათ ფლანგებს ამაგრებენ არკებუზირები, ან მეთოფეები. ეს არის ძალიან ღრმა წყობრი, როგორც ვთქვათ, იყო მაკედონური ფალანგა თავის დროზე ანტიკურობაში და იმას წააგავს, იმდენად ღრმა არის წყობრი და ამ დროისათვის სხვადასხვა აი მიუხედავად ეს სწორედ აი ამ წყობრის გაქრობა შემდგომში აი სწორედ ამ ბრძოლიდან იწყება. იმიტომ რომ ამ ბრძოლაში საპირისპირო გააკეთა შვედეთის მეფემ, რომელმაც მცირე რაზმებად განალაგა თავისი ჯარი, უფრო ეს ორი ზოლი შექმნა ფაქტობრივად მთელი თავისი კავალერიისგან და ქვეითჯარისგან ორ ზოლად განალაგა ჯარი და ეს ზოლები იყო გაცილებით უფრო თხელი, ანუ ეს რაზმები იყო ორი რიგის სისქისა, ხოლო მათი მოწინააღმდეგეს იყო რამდენიმე რიგიანი, ანუ სქელი გაცილებით უფრო ნაკლებად მობილური და სამაგეროდ ანუ ის გათვლილი იყო იმაზე, რომ ეს მტკიცე შუბოსანთა რაზმებისგან შეტევა მთლიანობაში მასიური შეტევა გამოიწვევდა მტრის განადგურებას, მაგრამ ამ ბრძოლაში არ მოხდა ასე, ძალიან რეალობა შეიცვალა. ანუ აღსანიშნავი არის კიდევ ის, რომ აი პაპენჰაიმის კავალერია, რომელიც უტევდა შვედებს, დაუშვა ერთი დიდი შეცდომა პაპენჰაიმმა, მას ჰქონდა საშუალება, რომ ძიმე კავალერია ყავდა, კირასირები ფაქტობრივად, რომელთაც შეეძლო რომ შეეტია მოწინააღმდეგე გაენადგურებინა, ანუ იძლიერი იერში მიეტანა მის ფლანგზე, მაგრამ ამის მაგალითად დაიწყო ეგრეთ წოდებული კარაკოლის ტაქტიკა გამოიყენა, ეს იყო მტრის რიგებთან მიახლოება კავალერიისა, შემდეგ ისინი ესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღით მტრის ჯარისკაცებს და ისევ ტრიალდებოდა, ეს ანუ ესე წრიულად მოძრაობდნენ და ესროდა რიგრიგობით ეს თითოეული ვინჩაული და ამ იმას რიგს და ეს ამა გამოიწვია ჯერ ბრძოლის გაწელვა, ანუ მათი შეტევის და მეორეც გამოიწვია ის, რომ ეს არ იყო წარმატებული ტაქტიკა ასეთი ტიპის ჯართან, როგორც ყავდა გუსტავ ადოლფს. გუსტავ ადოლფმა დააყენა თავისი მეთოფეები და ეს მასირებული ცეცხლით გაანადგურა პაპენჰაიმის კავალერია, რომელმაც როცა უკვე შეტევაზე გადავიდა, აღარაფრის საშუალება არ ჰქონდა შვედებმა ცხენოსნებმა გაანადგურეს ეს ჯარი და ფაქტობრივად პაპენჰაიმმა დაკარგა შესაძლებლობა, რომ გაეღვია მოწინააღმდეგის ფლანგი და შეჭრილი იყო ფაქტობრივად მის რიგებში, ზურგიდან მოევლო მისთვის. ამიტომაც ფაქტობრივად ტილის არმიის ეს მთელი ფლანგი პაპენჰაიმის მეთაურობით გაიქცა. დატოვა ბრძოლის ველი, დიდი ნაწილი განადგურდა საერთოდ. ხა იწყებს ფონტილის შეტევას, მისი არტილერია ბომბავს მოწინააღმდეგის პოზიციებს, მაგრამ პრობლემა აქ განსხვავება რაშია ორი მხარის არტილერიისა. შვედებს კი ყავთ უფრო მცირე არტილერია, მაგრამ სამაგოდ შვედებს ყავთ მსუბუქი არტილერია, ანუ მისი გადაადგილება შეიძლება ბრძოლის ველზე. აი განსხვავება კიდევ ეს არის ახალ და ძველ ტაქტიკებს შორის. ანუ ძველი არმიები არის გაცილებით უფრო ნელი, გაცილებით უფრო, თქვა რაღაც ერთ ადგილზე მოქმედი და ეს ახალი ტიპის არმია, როგორც ყავს გუსტავ ადოლფს, არის უფრო მოძრავი, უფრო სწრაფია, ეს არტილერიის გადატანა შეუძლიათ ნებისმიერ პოზიციაზე მათ და გადაიტანეს მათაც არტილერია და დაუშვეს ცეცხლი იმ ესპანურ ტერციოებს, როგორებიც ყავდა ფონტილს. ეს ტერციოები რადგან არის მჭიდრო წყობრისა და მიჩვეულებენ ამგვარად ტაქტიკით მოქმედ
მოქმედებას ვერ ახერხებდნენ თავი აერიდებინათ მტრის ხუმბარებისათვის, როცა თვითონ ესროდნენ ეს ტილის ჯარები შვედებს პირიქით ეს ხუმბარები ფაქტობრივად ადვილად იცილებდნენ შვედები ნაკლები ზარალი ადგებოდნენ იმიტომ რომ ძალიან ხელხაზებად იყვნენ განლაგებულები და თქვა ვერ მათ რიგებში ვერ შექონდა ამ ხუმბარებს ის მსხვერპლი როგორც თქვა პირიქით ხდებოდა და მართლაც ამ ტერციოებს გაუხსნეს ძლიერი ცეცხლის ზარბაზნებით ნებისმიერი პოზიციებიდან უდგებიან შვედები ამას ახერხებენ მტრის ტერციოებს განადგურებას ფონტილი თვითონ დაიჭრება ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ შემდეგ მეორე ფლანგზე წარმატებას აღწევენ მართალია იქ საქსონები დამარცხდებიან და გარბიან მაგრამ შვედები ამითი არ გატეხილან მათ შეძლეს მოწინააღმდეგის უკუგდება ამ ფლანგიდანაც და თლიანობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგე ანუ ამ ბრძოლამ მოიტანა რამდენიმე ცვლილება პირველი იყო ის რომ ესპანური ტერციოების დრო იყო წასული გამოჩნდა ძალიან კარგად მეორე იყო მობილური артиლერია რომელიც ამის შემდეგ ხდება ესპანური ევროპული არმიების მთავარი წარმმართველი ძალა იმიტომ რომ მობილური артиლერია ერთ-ერთ პოზიციიდან მეორეზე გადატანდა შემდეგ ბრძოლაში უკვე დიდი როლის იმას იკისრებს ფაქტობრივად ნაპოლეონის დროს კი საერთოდ მიაღწია პიქს განვითარების პიქს როცა ნაპოლეონი შეეძლო მთელი თავისი артиლერია ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაეყვანა და ერთი მასირებული ცეცხლით გაენადგურებინა მოწინააღმდეგის რიგები ამიტომაც ამას შეცვალა ძალიან მნიშვნელოვნად იმ დროინდელი სამხედრო რეალობა გააჩინა ახალი საბრძოლო თქვა ხაზებად განლაგებული ჯარი გააქრო ეგრეთ წოდებული კარაკოლის ტიპის ტაქტიკა ანუ კავალერიის რომელიც ესასრული იარაღს იყენებდა მოწინააღმდეგესთან მიახლოების შემდეგ და უკან იხვდა და შემდეგ ამან უკვე ვეღარ გამოიღო შედეგი დაიწყო მასირებული შეტევები კავალერიის ამ შეიცვალა კავალერიამ თავისი ფუნქცია ის ან იყო დაზვერვითი ან იყო კონკრეტული ოპერაციების შესრულებლად ან იყო მასირებული შეტევის განკუთვნილი მან ეს კარაკოლის ტიპის ტაქტიკის ამოღება დაიწყო თავისი არსენალიდან ამიტომაც ბრაიტენფელდის ბრძოლა და გუსტავ ადოლფის ტაქტიკა ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი 30 წლიან ომში, რამაც შეცვალა იმ დროინდელი სამხედრო რეალობა და აი ომის ევოლუცია ახალ ეტაპზე აიყვანა. რაც შეეხება ვესტფალიის ზავს, რომელთაც დასრულდა 30 წლიანი ომი, ეხლა ჩვენ აღარ განვიხილავთ იქ სხვა ბრძოლებს ფიზიკურად ამისთვის დროც აღარ გვჭირდება, იქ თეთრი მთის ბრძოლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ლიუცენის ბრძოლა, რომელშიც თვითონ გუსტავ ადოლფი სასიკვდილოდ დაიჭრა და შემდეგ თუმცა საბოლოო შედეგები ასეთი იყო ომისა, რომ იქ საფრანგეთი, რომელიც გვიან ჩაერთო, ან მანამდე ესპანეთს ებრძვის ძირითადად 30 წლიანი ომის ფარგლებში, შემდეგ ჩაერთვება უკვე საღვთო რომის იმპერიასთან ომში, იღებს ალზას და ძლიერდება, საფრანგეთი ხდება დომინანტი ძალა ევროპაში, სახმელეთო თვალსაზრისით და ეს შემდგომ პერიოდში კარგად გამოჩნდება. ნიდერლანდები დამოუკიდებლობას იღებენ ესპანეთის და ჰაბსბურგების დინასტიისგან ზოგადად. საღვთო რომის იმპერია დასუსტდება, იმიტომ რომ ჯერ მისი რესურსები არის განადგურებული, ეს პროტესტანტები იღებენ თავისუფლებას მეტნაკლებად, ასევე მათ უფლება მიეცემათ, რომ სხვადასხვა კავშირები შექმნან იმ წინააღმდეგ და იმ მოქმედონ ისე, როგორც უნდათ, ოღონდ ერთი პირობით საღვთო რომის იმპერიას არ დაუპირისპირდებიან ამ თვალსაზრისით. მაგრამ ამა გამოიწვიეს, რომ ეს გერმანიის მცირე სახელმწიფოებს ცალ-ცალკე განვითარების საშუალება მიეცათ დროთა განმავლობაში. ასევე ამ ვესტფალიის ზავის შედეგების შედეგად შვედეთი გაძლიერდა ძალიან და გარკვეულ პერიოდს განმავლობაში შვედეთი არის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, ერთ-ერთი დომინანტი ძალა, რომელიც შემდგომში ჩრდილოეთის ომში დაუპირისპირდება რუსეთს და ჩვენ შემდეგ ლექციაზე აუცილებლად განვიხილავთ. და ასევე არის ვესტფალიის ზავის შედეგები, ანუ ეს არის უბრალოდ მსხვერპლი, რომელიც გაწია იმ დროინდელმა ევროპამ ამ ომში. ანუ ფაქტობრივად ეს არის მსოფლიო ომის დარი იმ დროინდელი სიტუაციისათვის და ხედავთ ჩვენ აი რა ძიმე იყო 30 წლიანი ომის შედეგები. ანუ კარგად აღნიშნავს პიტერ ვილსონი 30 წლიანი ომის ისტორიაში, რომ ხმები მე-17 საუკუნიდან ახლაც ისმის ურიცხვი ტექსტებიდან და გამოსახულებებიდან, რომლებიც საბედნიეროდ დღემდე შემოგჩა. ისინი გვაფრთხილებენ ძალაუფლების მინდობაზე მათთვის, რომელიც ღმერთისგან ომისთვის მოწოდებულებად თვლიან თავს, ან გრძნობენ, რომ მათი სამართლიანობა და წესრიგია ჭეშმარიტიო. ანუ ეს მიუთითებს იმ დროინდელი მმართველების განწყობაზე ფერდინანდ მეორის, თუნდაც საღვთო რომის იმპერიის, რომელიც სწორედ თავს მოახვევს ჩეხეთს თავის თქვა გადაწყვეტილებებს, ის შემდეგაც იწყება 30 წლიანი ომი და ზოგადად ამ პერიოდის მმართველობისთვის, მათი რელიგიური პოლიტიკისთვის და შემდეგ ამ ყველაფერს ეხება. ასევე ვერონიკა ვეჯვუდი 30 წლიანი ომის ავტორი, აღნიშნავს, რომ სისხლისღვრა, ძალადობა, ძარცვა, წამება და შიმშილობა ნაკლებად შემაშფოთებელი იყო ხალხისთვის, რომელთაც ცხოვრებას ეს ყველაფერი ცოტა უფრო რბილ ფორმებში თან ახლდა. ანუ ეს თქვა და იმ დროინდელი რეალობისთვის რაც ხდებოდა ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც საშინელება იყო, მეტნაკლებად ეს საზოგადოება იყო ამგვარ სიტუაციებში
ჯერჯერობით მეტად მიჩვეული. ვიდრე თქვა შემდგომ პერიოდის საზოგადოება. ამიტომაც აი თითქოს 30-წლიანი ომში ეს ხმა მოსახლეობისგან იმდენად არ არის კიდევ იმდენად გამოხატული, იმდენად ფართო არ არის, რომ თქვა რამძიმე იყო სინამდვილეში ეს პერიოდი, ვიდრე თქვა ეს შემდგომ პერიოდის ომებიდან გვახსოვს. ასევე აი დანაკარგებს ხედავთ, თქვენ საღვთო რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც იყო 18-20 მილიონი დაახლოებით, ეს იყო ყველაზე დიდი სახელმწიფო იმდროინდელ ევროპაში, შემცირდა 11-13 მილიონამდე, ამდენ ძალიან დიდი ნაწილი დაიხუცა მოსახლეობისა და ვერ მიაღწია ამ რიცხვს 1750 წლამდე, ანუ მე-18 საუკუნე, ფაქტობრივად 100 წელი დაჭირდა საღვთო რომის იმპერიას, რომ აღედგინა ის დანაკარგები, რაც 30-წლიან ომში მიიღო. ანუ აღნიშნულია დაახლოებით 4.5-დან 8 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად შიმშილობისა და ავადმყოფობისგან, სხვა შორის ეს ნაპოლეონის ომების სხვებსაც კი აჭარბებს ზოგიერთი მონაცემებით. გერმანიის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობის 60% დაიღუპა, ანუ ქალაქები იყო, რომელიც საერთოდ განადგურდა, მაგდებურგი მაგალითად 30,000 მოსახლე ყავდა და 25,000 დაიღუცა ერთ-ერთი ამ ფონ ტილის მიერ ქალაქის აღების შემდეგ. ასევე 600,000 სამხედროსგან, რომელიც 1618-58 წლებში დაიღუპნენ, მხოლოდ 200,000 დაიღუპა ბრძოლებში, დანარჩენი იმსხვერპლა ავადმყოფობებმა, ჭირი, ტიფი და დიზენტერია, რომელიც ვრცელდებოდა არმიებში და ასევე მშვიდობიან მოსახლეობასაც ანადგურებდა. ანუ ძირითადად მსხვერპლი ომის კარგად ჩანს 30-წლიან ომში, რომ არ არის მხოლოდ ომები, თვითონ ბრძოლაზე, უშუალოდ ბრძოლაზე არ მოდის მსხვერპლის დიდი ნაწილი. მსხვერპლის დიდი ნაწილი მოდის თვითონ ომს, რაც მოყვება იმას. ეს არის შიმშილობა, ეს არის თქვა და იგივე ავადმყოფობები და ასე შემდეგ, რომელიც იწვევს ძალიან დიდი ნაწილის განადგურებას მოსახლეობისა. შავი ჭირის კერები ჩდებოდა მთელი, საერთოდ სამხედრო როცა არმია ერთად მოძრაობს, ეს ყოველთვის ჩდება ხოლმე საშიშროება, რომ გაჩნდება რაღაც ეპიდემია, თქვა დიდი ხანი თუ გაჩნდნენ ერთ ადგილზე, ან თქვა დახოცილები დროულად ვერ დამარხეს და ასე შემდეგ, მთელი რიგი სიტუაციები არის ომში, რომელიც იწვევს შემდეგ იგივე შიმშილობას, იგივე ავადმყოფობებს და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში აისახება ხოლმე ძალიან მძიმედ. და აი 30-წლიანი ომი ძალიან კარგი მაგალითია ამისი, ეს არის ისტორიკოსების ძალიან ფართო შესწავლის საგანი ამ თვალსაზრისით, სამხედრო ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რომელშიც ფაქტობრივად შეცვალა იმდროინდელი მსოფლიო რეალობა, ეს ზოგჯერ პირველ მსოფლიო ომსაც კი ადარებენ ხოლმე თავისი მასშტაბებით იმდროინდელი ევროპის თვალსაზრისით ამ ომს და ჩვენ უკვე შემდეგ ლექციიდან ვეცდები რომ ეს ამ თვალსაზრისით განვიხილოთ თითოეული ის ომი, რომელსაც ჩვენ გვექნება საერთოდ მომდევნო ლექციებზე, მათ შორის იგივე ჩრდილოეთის ომი გვექნება გასახილველი, ასევე ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომი, 7 წლიანი ომი და შემდეგ და ჯერს არა ნაპოლეონის ეპოქამდე მივახცეთ მთელი ეპოქა გველის წინ, სადაც ფრიდრიხ დიდიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და მისი სამხედრო ხელოვნებაც აუცილებლად იქნება განხილული. დღეს კი შეგვიძლია ლექცია დავთავროთ და მომავალ შეხვედრაზე უკვე გავაგრძელოთ ჩვენი